ჩვენ ვიმყოფებით სახელოვნებო სივრცე რაუმში. 13 წლიანი ცხოვრების შემდეგ დაუბრუნდით გერმანიიდან საქართველოში. ბევრი ცვლილება დაგვხვდა, იმიტომ რომ 13 წელი არ არის ცოტა დრო და ვეძებდით რომ დავფუძნებულიყავით და ჩავრთულიყავით სახელოვნებო პროცესში. ვეძებდით სახელოსნოს რომ დაგვებინავებინა ჩვენი ნამუშევრები, რომელიც 13 წლის განმავლობაში შევქმნით და გვექნებოდა ახალი სამუშაო სივრცე. აბსოლუტურად მოულოდნელად გვიანდერძა ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა და ბებიამ ეს არაჩვეულებრივი ბინა სოლოლაკში. ეს არის კომუნალური ბინა. თავიდან ეს ჩვენთვის ცოტა დაბრკოლებასავით იყო, თუმცა მეზობლების ხელშეწყობით აღმოჩნდა, რომ ძალიან განსაკუთრებული ხიბლიც აქვს იმას, რომ ეს არის ესეთი ისტორიული თბილისური სახლი, განსხვავებული გარემო და ძალიან შინაურული ინტიმური ატმოსფერო. ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან სტუმრად მოსულა, ხაზი გაუსვია ამისთვის, რომ რა საინტერესო არის ამ სახლში შემოსვლა, რომ შეიძლება გამოფენაზე მოხვედი, მაგრამ გვერდზე ვიღაცა კარტოფილს წვამს. იმდენად ბუნებრივად შეერწყა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ხელოვნებასაც უხდება ეს მოულოდნელობა. რაუმი ნიშნავს გერმანულად სივრცეს და იდეა გაჩნდა დუსელდორფის აკადემიაში, როცა ვსწავლობდით, იქ საკლასო ოთახებს ჰქონდათ ესე წარწერა რაუმი და მერე ნუმერაცია. და რაღაც სიმბოლური ბმა გვინდოდა რომ ქონოდა ჩვენ სივრცესაც აკადემიასთან და საერთოდ იმ განმეწლებთან რაც იქ გავატარეთ. თავდაპირველად გვეგონა რომ მხოლოდ სახელოსნო იქნებოდა ეს ჩვენი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ დიდი ზომის სივრცე არის, თითქოს უფრო მეტის საშუალებასაც იძლეოდა და პირველად გავხსენით, ასე ვთქვათ, ჩვენი გამოფენით ეს სივრცე. რაღაც დროის მერე მივხვდით, რომ მარტო ჩვენი გამოფენებით არ გვინდოდა შემოსაზღვრულიყავით და ჩვენ თავში ჩაკეტვა კი არ გვინდოდა, პირიქით, უფრო გაფართოება, ჩვენი სხვა კოლეგების გაცნობა, მათი გამოფენა, მათი ხელშეწყობაც და ამ სივრცის გაზიარება. რაუმი 2 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ერთი 6 გამოფენა ჯგუფური და ძალიან საინტერესო ხელოვნები გავიცანით. საერთოდ ვფიქრობ, რომ რაუმი ნელ-ნელა იქცა ხელოვნების გადაკვეთის წერტილად. ჩვენ ვართ ღია სხვადასხვა იდეებისთვის და მოხარულები ვიქნებით მოულოდნელი შემოთავაზებებისთვის, რაც შეიძლება ამ სივრცეში დატრიალდეს.